ქართული ოცნების ხელისუფლებას დღეს რომელიც აი მათ შორის კომისიაზე რაღაცა გეგმის არარსებობაზე თუ გეგმის არასწორად შემუშავებაზე ედავება ხელისუფლებას, ისა წინა ხელისუფლებას. დღემდე არ განუახლებიათ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ეხლა ეს ჩვენ იცით როგორი რაღაცა მე მესმის ალბათ სვენელიც რომ მოისმენს ამას არ არის თქოს არსებითი მე რაო იყვიან, მაგრამ მე გარწმუნებთ რომ ამ შემთხვევაში რაღაც დოკუმენტის დაწერაზე კი არა, დოკუმენტს ნებისმიერი კარგი აიარის სტუდენტის დაწერს, რა ქვია მაგას და რეფერატს დაარქმევს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, მაგალითად საქართველოსნაირის. ამ შემთხვევაში ეს ამ დოკუმენტზე მუშაობა სწორედ აი ამ ერთიანი მიდგომით, სხვადასხვა უწყებების ჩართულობით გულისხმობს იმას, რომ ეს უწყებები იაზრებენ საკუთარ როლს რა ქვია მაგას აი ამ ტიპის კრიზისზე ზემოქმედებისთვის. რო იაზრებენ, მერე იწყება გააზრება. აი ამ მზადების ნაწილი ჩვენ ერთი საფეხურით ქვემოთ გვაქვს ესეთი დოკუმენტი ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა. ეს რომელ წელს არის მიღებული? არა გვაქვს ეს დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსიაც კი არ გაგვაჩნია. ანუ ხელისუფლებამ ქართული ოცნების თვითონ შემოიტანეს ამ ტიპის დოკუმენტი ჩაწერეს კანონში, მანამდე ეს ანუ გააერთიანეს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა და კიდევ ერთი დოკუმენტი და დაარქვეს ამ დოკუმენტს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა. ეს არის სწორედ ის გეგმა, რომელიც ხვალ რომ რაღაც ტიპის კრიზისი დადგეს ამ ქვეყანაში, როგორ იმოქმედებს სხვადასხვა უწყება იმისთვის, რა ქვია, ამ კრიზისზე რეაგირებისთვის. და მათ შორის როგორ მოემზადება. ამ წუთას ერთადერთი მოქმედი დოკუმენტი, რომელიც ირიბად პასუხობს ომის, ესე იგი, ომის შემთხვევაში როგორ მოქმედებს ქვეყანა, ეს არის გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსის ჩაჩიბაიას მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც ქვია ეროვნული თავდაცვის გეგმა. და რატომ მოუწია გენშტაბის უფროსს ამ დოკუმენტის დამტკიცება, იცით? იმიტომ რომ მაშინ პოლიტიკოსებმა ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს. დაწერილი დოკუმენტი, რომელიც შედეგია გარკვეული ინტერაქციისა პოლიტიკოსებსა და სამხედროების შორის, სადაც პოლიტიკოსი სვამს ამოცანას, მაგრამ სამხედრო უსვამს საპასუხო კითხვას, ესე იგი შემხედრო კითხვას იმის თაობაზე, რომ იმისთვის რომ მე ეს ამოცანა შევასრულო, დამჭირდება X, Y და ასე შემდეგ ძალები, რისთვისაც მე ამ ხელა ბიუჯეტი დამჭირდება, ხო? ამას თუ პოლიტიკოსი ხელს აწერს, შემდეგ ეს პასუხისმგებლობა გადადის პოლიტიკოსზე, რომელმაც ეს შესაძლებლობები, ეს ბიუჯეტი არ მიაწოდა სამხედროს. და იცით თქვენ რომ თავდაცვის ბიუჯეტი აბსოლუტურ რიცხვებში კი უნიშნულოდ იზრდება, მაგრამ მშპ-სთან მიმართებაში მკვეთრად არის შემცირებული დოლარის კურსის გათვალისწინებით, მისი მსყიდველობით უნარიანობა მკვეთრად არის შემცირებული. სწორედ ამის გამო არ აკეთებდნენ ამას. იმის გამო რომ თუ პასუხისმგებლობას იღებ, რომ ხელს აწერ რაღაც დოკუმენტს, სადაც სამხედრო გეუბნება იმისთვის, რომ მე ეს ამოცანა შევასრულო, მჭირდება აი ეს რესურსები და ხელი მოაწერი, მაგრამ არ შეასრულე, ხო? მაშინ შენზე გადმოდის პასუხისმგებლობა. დღეს არის ვითარება, როდესაც პოლიტიკოსებს შესანიშნავი აი ამ ბუნდოვანების შეფუთვა, სადაც ისინი იტყვიან, რომ იცით რა, მე არ ვიცოდი.